პროექტი უცნობი კავკასია. რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს უცნობი კავკასია. ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 8 საათზე ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში. სტუდიაში ნათია გამცემლიძე იწყებს მუშაობას. თითქმის თვენახევარია საქართველოს პრეზიდენტის საპრეზიდენტო ოფისში ვერ შედის. პარლამენტარები პარლამენტის შენობაში ვერ შედიან, მთავრობა პარალიზებულია. თითქმის ცირკზე მსგავსება ეს ყველაფერი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საზოგადოება უძლიერესია და როგორც პრეზიდენტი, როგორც პრეზიდენტი ამ ადამიანებს ბომჟებს უწოდებს, ამით კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ პრეზიდენტობას არ იმსახურებს. ეს ეროსი კიწმალიშვილის ინტერვიუდან ამონარიდია. რუსეთში ყოფილი ელჩი მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთხელ ადანაშაულებს 7 აგვისტოს ომის დაწყებაში. ეროსი კიწმალიშვილი იქნება სწორედ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი. გადაცემის დასკვნით ბლოკში გოგლა ჟვანია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმა, იქნება ჩვენი სტუმარი. ბატონო ეროსი, მოგესალმებით, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. მე წავიკითხე თქვენი ინტერვიუ ასავალ-დასავალში, თქვენ ოპოზიციას სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟისათვის გეგმას თავაზობთ. თუ შეიძლება გააცანით საზოგადოებას ეს გეგმა და შემდეგ მე მინდა დაწვრილებით ვისაუბროთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ფაქტი ერთია, რომ დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რომელიც შევიდა ახალ და საკმაოდ სახიფათო ფაზაში, როცა იმ მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში მთელი ამ დროის განმავლობაში, მიგვიყვანა სიტუაციამდე, როცა ხელისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მაინც არაადეკვატურია ამ პროცესების მიმართ. და დღევანდელი პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება, რომელიც მან, ესე ვთქვათ, ასევე თავისი კაბინეტიდან ძალიან შორს ამჟამად უკვე დაკეტილ წინანდლის რეზიდენციაში გააკეთა, ამის ერთ-ერთი დადასტურება იყო. საპრეზიდენტო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით რომ გააკეთა განცხადება, ამას გულისხმობს. ის საუბრობს იმაზე, რომ მთლიანად ზოგადად მის საუბარი ეხებოდა იმას, რომ ის ცდილობს ყოველ შემთხვევაში გაექცეს იმ რეალობას, რომელთანაც დღეს ჩვენ საქმე გვაქვს. საქმე გვაქვს ჩვენ შემდეგ თემასთან, რომ ძალიან მაღალია, იმდენად უაღრესად მაღალია საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი და ამ მუხტის არსებობა, მით უმეტეს იმ მომენტში, როცა უკვე ახალი მოთამაშეები ერთვებიან ამ პროცესში, ანუ საზოგადოების ფართო ფენები შემოდიან ამ პროცესში, როგორც საპროტესტო ძალა, მიუხედავად იმისა, რას ლაპარაკობს დღეს ხელისუფლება და მიუხედავად იმისა, რას ვხედავ ჩვენ ქუჩაში, მე ვფიქრობ, რომ მოითხოვს სწორ მენეჯმენტს იმისათვის, რომ მოხდეს ის რომ ხელისუფლებას გავაკეთებინოთ ადეკვატური, გადავადგმევინოთ ადეკვატური ნაბიჯები და მეორე მხრივ სწორად წარმართოთ უზარმაზარი, ესე ვთქვათ, ეს საპროტესტო მუხტი არ გადაიზარდოს ქაოსში, რომელიც შეიძლება საფრთხე შექმნას მთლიანად ქვეყნის მდგრადობისათვის. ჩემი მიდგომა ასეთია, მე ვფიქრობ, რომ გამოსავალს სჭირდება ნებისმიერ ესეთი პროცესის წარმართვა სჭირდება რამდენიმე პრინციპული, ესე ვთქვათ, მექანიზმის ამუშავება. პირველი, როცა ვსაუბრობ ჩვენ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც წარმართავენ დღეს პროცესებს, რომლებიც, ესე ვთქვათ, ხელმძღვანელობენ, რომლებიც მენეჯირებენ საზოგადოებრივ განწყობას, ამ თვალსაზრისით ჩვენ პირველ რიგში უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ ეს პარტიები არ არიან წინასაარჩევნო რეჟიმში. აქ ჩვენ დღეს საქმე არ გვაქვს პოლიტიკურ კონკურენციასთან. ვინ უფრო კარგია, ვინ უფრო სიმპათიურია, ვის უფრო კარგი, ესე ვთქვათ, პლატფორმა აქვს ამ წუთისათვის. კი ბატონო, ეს ადამიანები იბრძვიან ერთი მიზნისთვის, თუმცა საუბრობენ, რომ მათ აქვს სხვადასხვა ტაქტიკა. რა თქმა უნდა, და სწორია, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ საჭიროა სწორი მენეჯმენტი, ჩვენ უნდა გავსაზრდოთ და ჩემი წინადადება არის პირველი ის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ, მე ვთავაზობ ამ შემთხვევაში ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც წარმოადგენს რეალურად ხალხის განწყობის, ასე ვთქვათ, გამტარს, შეიქმნას სისტემა კონგრესის სახით, ეს არ არის აუცილებლად იურიდიულ პირზე საუბარი იყოს, რომელშიც გადანაწილებული იქნება ადამიანებს შორის, პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებს შორის გადანაწილებული იქნება სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა. მაგალითად თუ შეიძლება ჩვენ ძალიან ხშირად ვეხებით და ძალიან ბევრისგან მომისმენია, მათ შორის დღეს სააკაშვილმაც ახსენა სხვა შორის ძალიან ნეგატიურ კონტექსტში, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს თავისი მოთხოვნების ან თავისი პოზიციის ზუსტ ვერბალიზაციას ძალიან ბევრ ევროპულ დედაქალაქში და თქვათ იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანუ დასავლეთის პოზიცია საქართველოს მიმართ და საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ ბევრ შემთხვევაში წყდება იმ პრიზმაში, რომელსაც სააკაშვილის დაქირავებული PR კომპანიები ახერხებენ, რომ გადატეხონ. თუმცა ოპოზიცია ყოველდღურად საუბრობს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილს არანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა არ აქვს. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ სააკაშვილს მხარდაჭერა არ აქვს, მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენი პოზიცია რა არის, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ საბოლოო ჯამში იმ მოედნებზე, რომელ მოედნებზე შეგვიძლია მივიტანოთ ჩვენი პოზიცია, ბოლომდე აი ამ პოზიციის კარგად გახმოვანებას. ის რომ სააკაშვილი არის არაპოპულარული, ის რომ
რომ სააკაშვილს სერიოზულად დასავლეთი უკვე აღარ აღიქოს, ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი განწყობები ბოლომდე არის რეალიზებული დასავლურ ცენტრებში. შესაბამისად, ამ მიმართულებით მე ვფიქრობ, რომ საჭიროა შეიქმნას სექცია, ან მიმართულება, რომელზეც კონკრეტული პროფესიონალები ან პოლიტიკური გუნდებიდან მიიღებენ მონაწილეობას, ეს იქნება მხოლოდ ერთი საქმე, რომელიც მათ ექნებათ. ანუ ვთქვათ, ამ მიმართულებით იქნებიან ფოკუსირებული. ჩემი წინადადება იყო ამას ამ თქონდა ერთ-ერთ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან საუბარი, ჩემი წინადადება იყო მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მე არ ვფიქრობ, რომ მნიშვნელობა აქვს ვისთან თანამშრომლობს ეროსიკი. მე ყველასთან თანამშრომლობ, ვთქვათ, ჩემს აზრს, ჩემი აზრით ინტერესდება, აქ პრობლემა არ არის. მაგრამ აქამდე არ ყოფილა ღია ბატონო ეროსი ეს ინფორმაცია, რომ თქვენ ოპოზიციასთან თანამშრომლობთ. მე ძალიან ხშირად ვთქვამს ყველა ინტერვიუში, მე დავამთავრეთ ამ თემაზე, მე ძალიან ხშირად ვთქვამს ამ ინტერვიუში, მე ძალიან აქტიურად კონტაქტი მაქვს ნინო ბურჯანაძესთანაც, ირაკლი ალასანიას გუნდთანაც, ასე შესაბამისად, ეხლა მე არ ვთვლი, რომ რა თვალსაზრისით, რამე თვალსაზრისით ვთქვათ, ეს შეიძლება ყოფილიყო დახურული ურთიერთობა. მე არანაირი ვთქვათ დახურულ თემებზე არ ვსაუბრობ ამ წუთში. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენ უნდა კი ბატონო, ჩვენ ამ თანამშრომლობის შესახებ. კი ბატონო, ჩვენ ახლა საქმე გვაქვს შემდეგ პრობლემასთან. ის რომ კონკრეტული სექციის სახით, კონკრეტული საგარეო ურთიერთობების, ანუ საგარეო მიმართულების სახით უნდა ჩამოყალიბდეს გუნდი, ამაზე უკვე აღარავინ აღარ კამათობს. ის რომ ამ გუნდმა თუ ამ ჯგუფმა ადამიანების უნდა იმუშაოს ფოკუსირებულად იმაზე, რომ დასავლეთში ეს კრიტიკული განწყობა საქართველოს მიმართ ტრანსფორმირდეს პოზიტიურ ნაბიჯებში, ეს ერთი ასპექტია. მეორე ასპექტია ბატონო საქართველოს მიმართ თუ ოპოზიციის მიმართ საქართველოში ზოგადად პოლიტიკური სიტუაციის მიმართ აქ ოპოზიციის მიმართ და ხელისუფლების მიმართ პირველ რიგში დავიწყოთ იმით ესე ვთქვათ ვიმეორებ და ამიტომ ისე იგი რომ ხელისუფლების მიმართ განწყობა არის ძალიან კრიტიკული იმდენად კრიტიკული რომ ბუნებრივია რომ ეს ხალხი და დასავლეთი ელოდება გარკვეულ ნაბიჯებს საზოგადოების მხრიდან სიტუაციის შესაცვლელად რაც შეეხება ოპოზიციას ახლა კიდევ ერთხელ მე დღეს არ ვაპირებ რომ ვთქვათ ღრმად კრიტიკული ანალიზი გავაკეთო იმის თუ რა შეცდომებს უშვებს ოპოზიცია აქ საუბარი რაზეა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე თუ რა ფორმით მოვნახოთ სწორი მენეჯირება იმ განწყობების რომელიც საზოგადოებაში არსებობს და ამ მიმართულებით იმისათვის რომ მოახდინოთ სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟი როცა ჩვენ ვსაუბრობთ რეჟიმის დემონტაჟზე მე იგივე პოზიციაზე ვრჩები რა პოზიციითაც ვთქვათ დავიწყე ჩემი საუბარი ამ პროცესების დასაწყისში ჩემი აზრით ჩვენ ტაქტიკური თვალსაზრისით ძალიან ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი იმისათვის რომ სტრატეგიულად სწორი პოზიცია სააკაშვილისაგან საქართველოს გათავისუფლებას მივახციოთ. ამიტომ მიმართულება შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. ეს შეიძლება შეეხებოდეს თქვათ საგარეო მიმართულებას, რითაც დავიწყე საუბარი. ეს შეიძლება შეეხებოდეს სამოქალაქო სექტორთან ძალიან აქტიურ თანამშრომლობას და ამაზე მე ცოტა მოგვიანებით გადავალ. ეს ძალიან აუცილებლობას მოითხოვს იმისას რომ იყოს მედიასთან ორგანიზებულად მუშაობის სეგმენტი. ეს მოითხოვს აუცილებლობას რომ იყოს რაღაც გარკვეული ცენტრი რომელიც მუშაობს შემდეგ ნაბიჯებზე სტრატეგიულ თუ ტაქტიკურ ასპექტებთან დაკავშირებით და ეს სისტემა მუშაობდეს არა ისე როგორც დღემდე გვაქვს ჩვენ საქმე როცა ხელისუფლების მხრიდან არის ცდილობა რომ თქვათ იგივე ისაუბროს იმაზე რომ შიგნით არის განსხვავებულობები ან არის საუბარი იმაზე რომ თქვათ იქ შიდა კონკურენციის გამო შეიძლება რომელიღაც ლიდერისა და მეორე ლიდერის თქვათ გარკვეული დაძაბულობის გამო რაღაც თემები უხრუჭდებოდეს ან არ ვითარდებოდეს ჩვენ საუბრობთ ერთ რამეზე პრინციპულად უნდა გაუსვათ ხაზი ერთ რაღაცას რომ დღეს ჩვენ არა გვაქვს საარჩევნო წინა საარჩევნო კამპანიის რეჟიმი და როცა ჩვენ ვსაუბრობთ და როცა მე ვამბობ რომ ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ყველა შესაძლებლობა რაც ამ წუთში ოპოზიციას გააჩნია ზუსტად ეს არის ის თემა რომლის გამოც ყველამ უნდა დაივიწყოს გარკვეული სისტემური განსხვავებები არა აქვს დავიწყებული ბატონო როსი მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრ თემაში ეს საზოგადოებისთვის ჩანს ხოლმე ხშირად რომ არის ის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ეს თქვათ წინააღმდეგობების გაჩენის და მეორე მხრივ თვითონ შიგნითაც არსებობს გარკვეული ეს თქვათ ხახუნის ელემენტები რომელიც ქმნის იმას რომ საზოგადოება ბოლომდე აი ამ ოპოზიციის სახით ვერ ხედავს თავისი იდეების ბოლომდე გამტარებელს უჭირს ყოველ შემთხვევაში და ეხლა აშკარად ჩვენ დავინახეთ რომ თუ ეს პროცესი თუ ლოგიკურ ბოლომდე დასასრულამდე არ იქნა მიყვანილი და ლოგიკურ დასასრული არის რაიმე კონკრეტული საზოგადოებისთვის მისაღები შედეგების დაძვრა და ინიციატივა არ წაიღო ისევ სამოქალაქო სექტორმა საბოლოოდ მე ვფიქრობ რომ ჩვენ მივდივართ ძალიან სერიოზულ დაძაბულობასთან ის რომ ხელისუფლება დღეს თქვათ მოლოდინშია რომ იქნება 26-იც კარგად შვიდად გადაატანოს მისთვის და შემდეგ ზაფხული დაიწყება და შემდეგ ვერავინ ვერაფერს მოახერხებს და ასე შემდეგ ეს ნიშნავს პრობლემების გადატანას და არა პრობლემების მოხსნას პრობლემა ძალიან ღრმა ჩვენ გვაქვს ღრმა პოლიტიკური კრიზისი მეორე მხრივ ანუ როცა ვსაუბრობ პოლიტიკურ ჯგუფზე მეორე მხრივ ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვყოთ სამოქალაქო სექტორი ანუ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე ვინც მოიყვანა ვის ტალღაზეც მოდის დღეს პოლიტიკური ოპოზიცია და აი აქ მე უკვე ძალიან აქტიურად ვხედავ კონკრეტული ადამიანის გიორგი გაჩეჩილაძის ძალიან მნიშვნელოვან ეს თქვათ როლს როგორც ლიდერის და ამ მიმართულებითაც სამოქალაქო სექტორზე ვსაუბრობთ ბუნებრივია ამ მიმართულებითაც აქ ორ თემას გამოყოვდი პირველი დღემდე ჩვენ ვსაუბრობთ სამოქალაქო სექტორზე და
გვაქვს ადამიანების ერთი და იგივე, ეს თქვა ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო სექტორს და ახმოვანებს იმ პოზიციებს. ჩვენ პირველ რიგში უნდა გავაფართოვოთ რეალური სამოქალაქო სექტორის, ანუ სამოქალაქო სექტორი არ არის მარტო ის ადამიანები, ეგრეთ წოდებული საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ან ნაცნობი სახეები. პირველ რიგში ძალიან მომეწონა თქვა იმ ჩანაფიქრში, რასაც ქვია რეგიონებში მოძრაობის დაწყება, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ფანტასტიკური საზოგადოება გააჩნია ბათუმს. ფანტასტიკური საზოგადოება გააჩნია ქუთაისს. ფანტასტიკური საზოგადოება გააჩნია გორს. პრობლემა რაშია? კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული საზოგადოების წარმომადგენლებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებობს მუდმივი განცდა იმისა, რომ მე არ მომწონს კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია, ამიტომ მე არ თანამშრომლობ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, ამიტომ მე არ მონაწილეობ იმ პროცესებში. კი ბატონო, ნეიტრალური ადამიანები, რომლებიც ჩვენ არ ვსაუბრობთ ნეიტრალურ ადამიანებზე, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომელთაც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიმართ შეიძლება გააჩნდეს სიმპათიები. ჩემი წინადადება რომ რეგიონალურ დონეზე უნდა დაიწყოს სისტემური ორგანიზება და მე ამაზე ვფიქრობ რომ ექნება საშუალება უცნობსაც ველაპარაკო მისი მექანიზმით, იმიტომ რომ მან მოახერხა თავისი თითქმის ორთვიანი მარტვილობის პირობებში და აი ამ მდგომარეობაში ყოფნის პირობებში მან მოახერხა რომ უბრალოდ ცნობილი ადამიანისაგან გადაქცეული იყოს სამოქალაქო საზოგადოების რეალურ ლიდერად. ამ ადამიანმა უნდა მოახერხოს ასევე და ეს ცენტრი რომელიც თქვა საზოგადოებრივი დარბაზის სახით საბოლოო ჯამში უნდა ჩამოყალიბდეს, მოიცავდეს არა მარტო თბილისის გარკვეული სეგმენტის აქტიურ ადამიანებს, არამედ უნდა გავიდეს დიფუზია ყველა დონეზე, რომელსაც საზოგადოების სხვადასხვა, ეს ვთქვათ, ლოკაციის მიხედვით ადამიანები. და მესამე არ დამთავრებია, ანუ ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკური სექტორის მობილიზაციაზე, მე ვლაპარაკობ სამოქალაქო სექტორის კონკრეტული ლიდერის თავმჯდომარეობით, შემდეგ ძალიან ღრმა დიფერენცირებულ ორგანიზებაზე, რომელსაც ექნება ზუსტი სტრუქტურირებული წარმონაქმნები, რომლებიც უკვე თანამშრომლობენ ესეთივე გაერთიანებული ფორმით არსებულ პოლიტიკურ სპექტრად და მესამე მოთამაშედ უნდა შემოვიყვანოთ ჩვენ და მე დღეს თქვენ თუ გქონდათ საშუალება წაგიკითხათ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის თედო ჯაფარიძის ღია წერილი, აი იქ არის ძალიან კარგად დანახული, რომ ჩვენ ძალიან გვჭირდება ახლა უცხოეთის დახმარება. კი ბატონო. და ეს დახმარება აუცილებლად უნდა იყოს არა იმ ადამიანების სახით მარტო, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც დიპლომატიურ კორპუსზე. დიპლომატიური კორპუსი იძულებული ანგარიში გაუწიოს კონიუნქტურას, გაუწიოს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, გაუწიოს იმას, რომ ის წარმოადგენს ამ ქვეყანაში სახელმწიფოში ოფიციალურად დანიშნულ ელჩს. მე ვლაპარაკობ უკვე ამ ვალდებულებებისაგან და სიმძიმისაგან. ხშირად აკრიტიკებენ ქართულ მედია საშუალებებს და აქედან გამომდინარე. მედია საშუალებებს არ ვლაპარაკობ, დამამთავრებინოთ იქნებ, ესე იგი, მესამე მთავარი მოთამაშე, მთავარი გულისხმობ ის მედიატორი, რომელიც უნდა ჩადგეს ქართულ საზოგადოებასა, მის პოლიტიკურ წარმომადგენლებსა და არაადეკვატურ სამწუხაროდ ხელისუფლებას შორის, ეს არის ეგრეთ წოდებული ბრძენთა საბჭო, რომელსაც მე ვთავაზობ, რომ ესეთი ტიპის ადამიანები ძალიან ბევრი მეგობარი საქართველოს ყავს, რომელიც პერსონალურად ზოგთან მე მაქვს შეხება, ზოგთან ძალიან ბევრი ადამიანს. ნუ პირობითად ვილაპარაკოთ იმ ადამიანებზე, ვინც წარმოადგენს სოფლიოში აღიარებულ სამოქალაქო უფლებებისათვის მებრძოლ ადამიანებს. თქვათ, იგივე ირლანდიის ძალიან ცნობილი პირველი პრეზიდენტი ქალი. შეიძლება იყოს ძალიან ცნობილი ადამიანი, ბევრი ძალიან ცნობილი ადამიანი ვაშინგტონიდან. შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი, იგივე შეიძლება ავიღოთ საქართველოს ძველი მეგობრები, ის ადამიანები, ვინც ეხმარებოდნენ საქართველოს ძალიან რთულ პროცესებში, იგივე შეიძლება იყოს ეს გენშერის სახით თუ ეს შეიძლება იყოს ბეიკერის სახით. ანუ შეიძლება გაკეთდეს სერიოზული საბჭო, რომელშიც გაერთიანდებიან მსოფლიო ადამიანები. მე ვფიქრობ, რომ როცა სახელმწიფოს თვალსაჩინო მხარდაჭერებზე მიდის მუშაობა და იმაზე, რომ ქართული საზოგადოებრივი სპექტრი ჩემ წინადება შეიძლება არ დათანხმდნენ და ბუნებრივია არ დათანხმდებიან, მაგრამ თუ ეს კონსენსუსი იქნება ქართული საზოგადოების, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ორი ინსტიტუტის გაერთიანებაზე, ბუნებრივია ჩვენ მივიღებთ ძალიან სერიოზულ ჯგუფს, რომლის ავტორიტეტი არის შეურყეველი და იქნება შეურყეველი და რომელიც მოახერხებს აი ამ მოჯადოებული წრის გარღვევას, რომელსაც ეხლა ხელოვნურად ქმნის ხელისუფლება, რომელიც არ იმჩნევს ურთულეს პროცესს ერთი მხრივ და მეორე მხრივ არ იმჩნევს რა მასშტაბის არის სამოქალაქო პროტესტის ხასიათი. და როცა დღეს მე როცა სააკაშვილის არაადეკვატურ განცხადებებზე ვსაუბრობ, ხოლმე მე აი ამ ნაწილზე ვსაუბრობ, როცა ის ამბობს, რომ როცა ისაუბრობდა იგივე ამ საკნების ჯარში ჩაბარებაზე, როცა ისაუბრობდა იგივე რიტორიკით, რომელი რიტორიკამაც ჩვენ მიგვიყვანა ამ კრიზისში. თუმცა ბატონოსი ხელისუფლება და კერძოდ პრეზიდენტი სააკაშვილი საუბრობს, რომ ქვეყანა მიდის წარმატებისკენ, ქვეყანა დღეს არის სტაბილური მდგომარეობა, არის წინსვლები და ყველაფერი არის შედარებით კარგად. თუმცა რასაკვირველია ქვეყნის განვითარებაზე, სამომავლო განვითარებაზე აკეთებს პრეზიდენტი აქცენტს. ამ დროს ოპოზიცია საუბრობს, რომ ჩვენ კი გონია, რომ ყველაფერი არის ქვეყანაში ცუდად.
რა გამოსავალს ხედავთ ბატონ რესი თქვენ მაშინ როდესაც შედგა მოლაპარაკების და დიალოგის პირველი რაუნდი არის საუბარი რომ ასევე რამდენიმე დღეში მოხდება კიდევ ხელისუფლებასთან დიალოგი რა სიტყვით ბატონ რესი რა შედეგი შეიძლება მოიტანოს აი ამ დიალოგმა დღეს ეს მნიშვნელოვანია ჩვენ ვამბობთ გამოაქვეყნა ასევე 6 პუნქტიანი დოკუმენტი სადაც მედიის თავისუფლებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის შეცვლაზე და სხვა რამდენიმე პუნქტზეა საუბარი ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სხვა შორის თქვენს ინტერვიუში საგაზეთო ინტერვიუში ბრძანეთ რომ ვინც მიხეილ სააკაშვილთან საკონსტიტუციო ცვლილებების მოლაპარაკებაზე წავავის გაყიდულია და დღეს სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს ოპოზიცია თუ შეიძლება ამაზე მე ვამბობ შემდეგ რამეს მე ინტერვიუში ესეთი რამე ვთქვი რომ თუ გახსოვთ ის თქვა სააკაშვილის ხელისუფლებაში ძალიან ბევრი დღევანდელ მოქმედი პოლიტიკოსი საყვარელი გმირია მაიკლ კორლეონე და აი მაიკლ კორლეონეს მამაა როცა ეუბნება რომ იცი რა ვინც მოვა შენთან აი შეხვედრის ორგანიზების იდეით ის არის ჩვენი გარემოცვიდან გამყიდველი მე როცა საუბრობ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საკონსტიტუციო ცვლილებები თავისთავად კონკრეტული საკონსტიტუციო ცვლილება რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებას იმ ფორმამდე რა ფორმიდაც თქვა 2004 წლამდე იყოს ეს არაფერი არ წარმოადგენს ცუდ ასპექტს მე ვსაუბრობდი ამ ინტერვიუს დროს იმაზე რომ ჩვენ ეხა დღეს სააკაშვილის აი ამ მედიის პირობებში აი ამ კონტროლის პირობებში მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება საპარლამენტო რესპუბლიკად საქართველოს ტრანსფორმაციის შესახებ აი ეს ხაფანგია ამაზე ვსაუბრობთ ეს ხაფანგია რომელმაც შეიძლება ჩვენ მიგვიყვანოს ნაციონალური მოძრაობის კიდე ერთ გამარჯვებამდე საპარლამენტო არჩევნებში ამ კონსტიტუციის პირობებში და მიგვიყვანოს სააკაშვილთან რომელიც პრემიერ-მინისტრის რანგში გააგრძელებს თავის არსებობას ეს მოდელი სხვა შორის რუსეთში ძალიან ბევრჯერ იყო გახმოვანებული და არ დღეს არ გაუქმებულა ეს თემა და ბუნებრივია მე ხშირად ვამბობდი ხოლმე რომ სააკაშვილი ბევრს სწავლობდა და დღესაც აგრძელებს სწავლობს რუსეთის ავტორიტარული მენეჯმენტის იმ ასპექტებიდან რომელიც თქვათ იგი ძალიან ბევრ შემთხვევაში ტელევიზიას უკავშირდება სამოქალაქო სექტორის განადგურებას უკავშირდება და შემდეგ ამ თვალსაზრისით ის ყოველთვის არა დასავლური გამოცდილებიც არ გებობს არამედ ზუსტად ცუდი რუსული გამოცდილებით აქედან გამომდინარე რაც მიპასუხებდა ფაქტებით ვსაუბრობ მე კაცო ზუსტად ისეთივე ნაბიჯები გაადგა რაც პუტინმა გაადგა თავის დროზე ხო მან გაანადგურა ყველაზე გავლენიანი მედია საშუალებები გაიმეორა სააკაშვილმა არა მე ვსაუბრობ რომ ამ შემთხვევაში თუ ჩვენ წავყვებით ამ თამაშის პირობებს ანუ მისი იდეა არის ეს მაგრამ ჩვენ როცა ვსაუბრობთ იმაზე რაც თქვენ ბრძანეთ რომ არის ოპოზიციის მხრიდან ძებნა შეთავაზებების ჩამოყალიბება ვსაუბრობ იმაზე რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დღის წესრიგი შესაქმნელი აი ზუსტად ამიტომ რომ შეიქმნას დიდი დღის წესრიგი რომელშიც პოლიტიკური სპექტრი არ იქნებოდა მონოპოლისტი ამ შეთავაზებაში და სამოქალაქო სექტორი იქნებოდა აქტიური მონაწილე ამ წარმონაქმნის გაჩენაში აი ამაზეა საუბარი ზუსტად რომ ამისთვისაც საჭირო მენეჯმენტი ამისთვისაც საჭირო მართვის სწორი ბერკეტების გაჩენა ჩვენ და შევიმუშაოთ დღის წესრიგი დაკავშირებული ყველა მიმდინარე საკითხთან არ არის საუბარი იმაზე მე დაკავებული ვიყავი მთელი ამ დროის განმავლობაში გრძელვადიანი პროექტები და დღესაც ვაგრძელებ ამ პროექტებზე მუშაობას მაგრამ მე დავინახე რომ დღეს ჩვენ შევდივართ ეს თქვა ზონაში რომლიდანაც შეიძლება ცუდი გამოსავალი წარმოიქმნას ამიტომ თუ დღეს მეც ნებისმიერ ჩვენთაგანიც არ მივიღებთ როგორც სამოქალაქო სექტორი მონაწილეობას ამ პროცესების საბოლოოდ რაციონალურ შედეგამდე მიყვანაში ჩვენ შეიძლება ხვალ აღმოჩნდეთ სიტუაციაში და მე არ მაქვს არანაირი სურვილი ვიყო იმ მდგომარეობაში როცა ჩემი აზრის თქვა და ან სხვისი აზრის გაუთვალისწინებლობა შეიძლება მიგვიყვანოს ძალიან ცუდ შედეგებთან. კი ბატონო, დიალოგის თემაზე თუ შეიძლება დიალოგი ნორმალური ასპექტია ნებისმიერ საზოგადოებაში, ოღონდ მე ვამბობ, რომ ჩემი აზრით ტერმინი უნდა იყოს მოლაპარაკება და არა დიალოგი, იმიტომ რომ დიალოგი მოიცავს მშვიდი ეს თქვათ გარემო პირობების არსებობას და თემას, რომელზეც შეიძლება ვერ შევთანხმდეთ და მოლაპარაკება მოიცავს აუცილებლად შედეგის მიღებას. მოლაპარაკება საარჩევნო კოდექსზე სასამართლოს თავისუფლებაზე შინაგან საქმეთა მინისტრის შეცვლაზე თუ მოლაპარაკება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადადგომაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, სტრატეგიულად უნდა დარჩეს მიხეილ სააკაშვილისგან საბოლოო ჯამში საქართველოს გათავისუფლების ასპექტი და ბუნებრივია, რადგან ეს ლოზუნგი არსებობს, ამ ლოზუნგის გაუქმება არასწორია, თქვათ, სტრატეგიული თვალსაზრისით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ტაქტიკური ასპექტების თვალსაზრისით არ მივიღოთ თუნდაც ის შედეგები, რაზეც დღევანდელი ოპოზიცია საუბრობს. ამიტომ მე წინააღმდეგობაში არ მოვდივარ ამ მიდგომებთან. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ჩვენ ახლა უნდა გადავიდეთ ცოტა უფრო მრავალ წახნაგოვან, მრავალ სპექტრიან მართვაზე ამ პროცესების. მათ შორის სამოქალაქო სექტორის გააქტიურება, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გასაღები, იმიტომ რომ სამოქალაქო სექტორი ძალიან მაღალი მუხტის მატარებელია. მას აქვს უზარმაზარი პროტესტი, აქ საუბარი არ არის კიდევ ერთხელ მარტო ცნობად ადამიანებზე, არის უზარმაზარი მასობრივი უკმაყოფილება არსებობს
დაარსებული სიტუაციით, დაარსებული რეჟიმით და ბუნებრივია რომ სწორი ამოცანები ზუსტად იმაშია რომ იგივე უცნობის რესურსი რომელიც მართლა ძალიან მაღალია გამოვიყენოთ სწორად და მას მივცეთ საშუალება რომ შემდგომაც აი ხვალინდელი სიტუაცია ვიყოთ თქვათ მივახციეთ საარჩევნო რეჟიმს ჩვენ სამოქალაქო სექტორი ისევ დაგჭირდება რომ მონიტორინგი გახორციელდეს იმ არჩევნებზე ნებისმიერი არჩევნების შემთხვევაში ამიტომ ის სექტორი რომელიც ეხლა უნდა წარმოიქმნას ამ დარბაზის სახით ამ სექტორმა უნდა იმუშაოს მანამ სანამ ყველა არ ვიტყვით კი აი ჩავატარეთ ნორმალური არჩევნები კი მივიღეთ ამ სისტემის დემონტაჟი მივიღეთ ამ სისტემის დემონტაჟი ეს არის ამოცანა ბატონო რუსი მინდა კითხოთ თქვენ როდესაც საუბრობთ გეგმებზე იმის შესახებ თუ როგორ უნდა შეიცვალოს ეს ხელისუფლება თუ არ ვცდებით თქვენ რამდენიმე თვის წინ მაშინ როდესაც თქვენ რუსეთში იმყოფებოდით გააკეთეთ განცხადება რომ 2013 წლამდე ერთხელ და სამუდამოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა დაასრულოს მისი საკონსტიტუციო ვადაო თუ შეიძლება ამაზე თქვენი თვის წინ იყო რამდენიმე თვის წინ არ ყოფილა მე ვთქვი ახლა მოსკოვის ეთერში ვთქვი ეს სხვა რამ მე ვთქვი რომ ჩემთვის იდეალური იქნება როგორც საქართველოს მოქალაქისათვის რომ საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ გაწყვიტოს ის მოჯადოებული წრე რომელსაც ქვია ყოველი პრეზიდენტის ან რეჟიმის ძალადობრივი შეცვლა. დღესაც ამაზე ვარ. რა თქმა უნდა სასურველი იქნება რომ ჩვენ მოვახერხოთ რომ სააკაშვილმა მოგცეს საშუალება იდეალურ შემთხვევაში რომ დემონტაჟი განხორციელდეს საფეხურებრივად და მივიდეთ საბოლოო შედეგთან. ეს კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არის ტაქტიკური ასპექტი და არა სტრატეგიული. სტრატეგია ჩვენთვის არის ავაშენოთ ნორმალური საზოგადოება. ამიტომ კიდევ ერთხელ მე არც ერთ ჩემი სიტყვა უკან არ მიმაქვს და მე ესე მარტივად არ გამიცხადებია ის რომ თქვა სააკაშვილი უნდა დარჩეს და ეს არის თქვა ამოცანა, რანერი ამოცანა ამაში არ არის. ამოცანა არის იმაში, რომ ჩვენ მივიდეთ რაციონალურ შედეგებამდე. და როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ დასავლეთის მხარდაჭერა გვჭირდება ჩვენ როგორც ქვეყანას შემდგომი მოძრაობისათვის, რომ გავიდეთ ამ კრიზისიდან, ბუნებრივია, როცა ჩვენ რაციონალურ გადაწყვეტებს შევთავაზებთ საზოგადოების ჩვენი მოქმედების სახით იქნება უფრო მაღალი ხარისხის მხარდაჭერა. ბატონო რუსი ამ აი დღევანდელი მონაცემები 9 აპრილიდან დღემდე როგორ შეაფასებთ ოპოზიციის ქმედებას და როგორ ფიქრობთ შეძლებს ეს პოლიტიკური გაერთიანება ხელისუფლების შეცვლას მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დემონტაჟს როგორც თქვენ ბრძანებთ საზოგადოებაში თქვენ შეძელით 2003 წელს ბატონო ეროსი თქვენ იყავით ერთ-ერთი ის ადამიანი რომელმაც ჩვენ შევძელით ნათია თქვენც ალბათ ამაში მონაწილეობთ როგორც საზოგადოების ნაწილი ის ხალხი ვინც აი ჩვენს ირგვლივ არის ან ქუჩაში დღეს ამ წუთში რადიო მიღებთან ან ტელევიზორთან მე არ ნანოფ იმას რაც ჩვენ გავაკეთეთ ძალიან დიდი შანსი მივეცით საქართველოს მომავალს სამწუხაროდ ნანოფ იმას რომ სააკაშვილმა ჩემი თქვენი ყველას ესე თქვა თქვენ მე რა მოიცანით კარგად ბატონო რუსი მე სააკაშვილის კიდევ ერთხელ გეუბნებით 96%-ით იქნა სააკაშვილი არჩეული 96%-ის არ შეიძლება იყოს ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის დამსახურება ეს იყო საზოგადოებრივი შეკვეთა დღესაც როცა ჩვენ საუბრობთ მომავალ ხო და იგივე ოპოზიციურ სპექტრზე დღევანდელზე მე გთავაზობთ ესეთ მოდელს ჩვენ არ ვსაუბრობთ კონკრეტული პოლიტიკური გუნდი რომელიღაც ალიანსი ან გაერთიანება ან ცალკე აღებული პარტია არის თუ არა მზად იმისათვის რომ დღეს უხელმძღვანელო საქართველოსზე წაიყვანოს მომავალსაკენ ეს უნდა გვიჩვენოს საარჩევნო პროცესმა საზოგადოება დღეს უნდა არის მოწადინებული რომ შეიცვალოს რეჟიმი თუ რეჟიმის შეცვლა ამ ჯგუფებმა მოახერხეს რომ საზოგადოების საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ჩვენ გავიმარჯვებთ რა თქმა უნდა საზოგადოება უძლიერესი როცა ქართული საზოგადოება აჩვენებს რომ 20 წლის განმავლობაში ის არ ეგუება არასოდეს არც ავტორიტარიზმს არ ეგუება არასოდეს არც თავის დეპრესიულ მდგომარეობაში ყოფნას არც რეგიონალურ ჩამორჩენილობას ჩვენ ახლა გვაქვს ფანტასტიკური შანსი მე როცა ვლაპარაკობ იგივე ბრძენთა საბჭოზე და უცხოელების დახმარებაზე ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი შანსი გავხდეთ რეგიონალური ლიდერები ჩვენ ხო ყველაფერი დავკარგეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თქო 2006 წლიდან როცა დაიწყო 5-ში დაიწყო ალბათ პირველი ნიშნები კრიზისის და 2008 წლის აგვისტოს ომით სააკაშვილმა დაამთავრა ფაქტიურად ჩვენი სერიოზული განვითარების პერსპექტივები. ჩვენ კიდევ ერთხელ გვაქვს შანსი ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ ვეგუებით ასეთი ტიპის მდგომარეობას და ქართული ესე ვთქვათ, საიმპორტო, უბრალოდ საექსპორტო პროდუქცია არის ჩვენი დემოკრატიულობა. აი თუ მართლა შევქმნით ამას და არა ისე როგორც ვთქვათ, სააკაშვილის ირგვლივ გატლეკილი, კარგი ინგლისურით მოლაპარაკე ადამიანები დემოკრატიის კლიშეებით რომ ცდილობენ დასავლეთის მოტყუებას, ანუ რეალურად ვაჩვენებთ ჩვენ ამას, ბუნებრივია რომ ეს ყველაფერი იქნება ჩვენთვის ძალიან კარგი მომავალი შანსის მოცემა. ეს 4.5 მილიარდი შემთხვევით არ გაუკეთებია ჩვენთვის სააკაშვილის მხარდაჭერა არ არის. ის რომ სააკაშვილი არის ხელისუფლებაში ეს არ ნიშნავს რომ დასავლეთმა საბოლოოდ უნდა შეგვაქციოს ზურგი. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ რომ ჩვენ ამას ყველაფერს მოვახერხებთ, სწორად შევცვლით და ეს არ იქნება ქაოსური პროტესტი. ეხლა მე შემიკვეთეს ამასინათ აგანიოკი ესეთ ძალიან ცნობილი რუსული ჟურნალი ერთ-ერთი უძველესი და შემიკვეთეს დიდი ეს ვთქვათ რაზვაროტი ქვია ეს გაშლა ამ ჩემი პოზიცია მიმდინარე საქართველოს პროცესებზე და აქცენტი იყო როცა საუბრობდით ტელეფონით მითხრეს აი რო ქართველები ესე ვთქვათ ტემპერამენტული ხალხი ხარ და ვერ ახერხებთ ჩვენ ძალიან კარგი ხალხი ვართ ჩვენ აღმოვაჩინეთ
დღეს ამას ვხედავთ, რომ ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პროგრესული სოციუმი ვართ. კი ბატონო. და ევროპელებისგან მისწრაფებაში, ახლა მე ამას წინათ ერთ-ერთმა ცნობილმა ევროპელმა დიპლომატმა მაჩვენა ის კვლევები, რომლებიც ჩატარდა საქართველოში, აზერბაიჯანში და სომხეთში, ყველაზე ევროპულად განწყობილი. კი ბატონო, ბატონესი, 5 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟის გეგმას სახავთ თქვენ. მინდა გკითხოთ ამ გეგმის შესახებ თუ ესაუბრეთ ოპოზიციის წარმომადგენლებს და თუ არიან ისინი ამ გეგმის შესახებ. არა, მე არ მქონია, მე იმიტომ გავაკეთე ეს განცხადება, მე მაქვს კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მაქვს ნორმალური ურთიერთობა გარკვეულ ადამიანებთან, ვისაც მე ვიცნობ სხვადასხვა, თქვა, ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპიდან. მაქვს ჩემი შეთავაზებები მათთვის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით გაკეთებული, რაზეც დღეს ვსაუბრობ, მე ჩავთვალე, რომ გაჩერება და დალოდება პროცესების იქნებოდა ჩემი მხრიდან არასწორი საქციელი. იმ თვალსაზრისით, რომ მათ ჭირდებათ რეალურად დახმარება. ის, რასაც თუ ინგლისურ სიტყვას ვიხმართ, drive, ის მიზანსწრაფულობა, ის ემოციურობა დღეს საზოგადოებრივი მუხტის თვალსაზრისით დაიღალა ახლა ეს ხელისუფლების წინააღმდეგ ესეთ ღრმა ბრძოლაში, ყველა დაღლილია. მე არ გულისხმობ საზოგადოება არ დაიღლება ამ მუხტის თვალსაზრისით, მაგრამ კონკრეტული ლიდერები არიან დაღლილი ფიზიკურად. და მათ რომ დაინახონ გამოსავალი, გვერდიდან ადამიანის დაკვირვება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ხანდახან, ვიდრე ვთქვათ ის, რაც საკუთარ წვენში იხარჯებიან. ამიტომ მე არ ვთვლი, რომ რომელიმე კონკრეტულ ადამიანთან ჩემი ეს ვთქვათ დამოკიდებულების ხასიათი არის გამსაზღვრელი იმისა, რომ მე დღეს ამას ვაკეთებ. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ბატონო გისურვებ წარმატებებს. რუსეთში ყოფილი ელჩი ეროსი კიცმანიშვილი გახდა ჩვენ გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი. სწორედ სახალხო ამბოხით არის შესაძლებელი ხელისუფლების შეცვლა და არა მოლაპარაკებით. ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია საუბრობს, რომელიც ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი იქნება დაგველოდეთ. მედია პროექტი უცნობი კავკასია. ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი გახლავთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია. ბატონ გოგლა, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. მინდა გკითხოთ, სახალხო ამბოხით არის შესაძლებელი ხელისუფლების შეცვლა და არა დიალოგით. ეს თქვენი განცხადება გახლავთ, თუ შეიძლება იქნებ განუმარტოთ საზოგადოებას, რას გულისხმობთ სახალხო ამბოხში. დიალოგი თქვენთვის მიუღებელია, მაშინ როდესაც ხელისუფლება საუბრობს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. სახალხო ამბოხში გულისხმობ პირველ რიგში მოვლენებს, რომელიც განვითარდა საქართველოში და 2003 წელს ვადების რევოლუციის დროს. ზუსტად იგივე სცენარით განვითარდა მოვლენები უკრაინაში, როდესაც კუჩმას რეჟიმი შეიცვალა, იუგოსლავიაში და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომლითაც ერთ-ერთი კი არა, ძირითადი მეთოდი არის, რომლითაც ხდება ტოტალიტარული რეჟიმების შეცვლა ამა თუ იმ ქვეყანაში და ახლა და ამას იმიტომ ვაცხადებ, რომ რეალურად ჩემს წარმოუდგენელია, რომ შესაძლებელი იყოს ამ ხელისუფლებასთან და ამ ადამიანებთან საუბრით რაღაცის მიღწევა. ისინი იმავე დროს, როცა საუბრობენ დიალოგზე, ამავე დროს განაგრძობენ ტერორს. ჩვენი საზოგადოების მიმართ ყოველდღე ვიღაცას იჭერენ, ასახიჩრებენ, თან დიალოგზე საუბრებოდნენ და 6 რიცხვში ადამიანები დაასახიჩრეს მხოლოდ იმის გამო, რომ თქვათ ისინი სვაზზე იყვნენ. ჩვენ ნახეთ რა უქნეს გია გაჩეჩილაძეს, ხო, ადამიანი დაასახიჩრეს, ადამიანებს თვალები დათხარეს მხოლოდ იმისთვის, რომ მათ არ მოწონდათ სააკაშვილი და პარალელურად ხდება საუბარი დიალოგზე. რომელ დიალოგზე, ვისთან უნდა გავმართოთ დიალოგი, როგორ წარმოგიდგენიათ ეგეთ ადამიანებთან დიალოგი? ბატონ გოგა, მაშინ როდესაც მოხდა შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის, ეს თქვენთვის მიუღებელი იყო და ფიქრობთ თქვენ, რომ ეს დიალოგი არანაირ შედეგს არ გამოიღებს. მაშინ რა გამოსავალი არსებობს, ბატონ გოგა, საუბრობენ გნებავთ ოპოზიციის მხარდამჭერები იმის შესახებ, რომ თუ დიალოგი არ იქნება, ქვეყანაში კონსტრუქციულად ვერ განვითარდება მოვლენები და შესაძლოა რაღაც გარკვეულ სამოქალაქო დაპირისპირებამდეც კი მივიდეს. რა გამოსავალი არსებობს, თუ შეიძლება ამაზე ვისაუბროთ? არა, ჩემს მიუღებელი ახლა ის დიალოგი არის, შეხვდნენ ისინი და კიდევ ერთხელ დაწმუნდნენ ის ადამიანები. იგეგმება დიალოგის მეორე რაუნდი, ბატონ გოგასი. გასაგებია, ძირითადში მაინც საზოგადოება დაწმუნდა და მე მგონი ხალხის უმრავლესობა, ვინც ამ დიალოგში მიიღო მონაწილეობა, დაწმუნდა იმაში, რომ სააკაშვილთან საუბარს აზრი არ აქვს და კიდევ გეუბნებით, რა თემაზე უნდა ვესაუბროთ. ყველა უბედურების ამოსავალი დღესდღეობით საქართველოში არის სააკაშვილი და ეს იმიტომ კი არა, რომ სააკაშვილი მაინდამაინც ჯინიქუჩეთ თვითონ შექმნა ეგეთ სისტემა, რომელშიც არ არსებობს პარლამენტი. ხო ხედავთ, პარლამენტი არ ფუნქციონირებს.
არავინ არ უშლის მას ფუნქციონირებს, მაგრამ არ ფუნქციონირებს, სასამართლო არ ფუნქციონირებს, ასეთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ ფუნქციონირებს. ყველაფერი არის ჩამოკიდებული ერთ კაცზე და მის რაღაც გაუგებარ გარემოცვაზე, რომელიც ასე აშკარად არ ჩანს და მართავენ ამ ქვეყანას გაუგებარი ადამიანები. ვინ არიან ეს გაუგებარი ადამიანები, ბატონ გოგო პრეზიდენტ სააკაშვილი ახსენებს? უახლოესი გამოგარემოცვა. დიახ, მე ამას იმიტომ მოგეკითხები, რომ დაუსრულებლად საუბრობთ ამ შესახებ, რომ ქვეყანას მართავს რამდენიმე მაღალჩინოსანი. ფასადი ამ გარემოცვის არის სააკაშვილი და ყველაზე დიდი პასუხისგებლობა მას ეკისრება. ბუნებრივია, ყველამ ვიცი, ვინ არის მის უახლოესი ადამიანები, ესა მერაბიშვილი, ადეიშვილი და სხვები. ხოდა ეს ადამიანები იღებენ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს. კი ბატონო გოგლა მინდა გკითხოთ, როგორ ფიქრობ დღეს ბატონ ზურაბი რომ ცოცხალი იყოს, სად იდგებოდა, ვის გაერთიანებაში იქნებოდა და შეიძლება თუ არა როგორ ფიქრობთ თქვენ ზურაბ ჯვანია გვეხილა ოპოზიციაში მის თანაგუნდელებთან ერთად, ზურაბ ნოღაიდელთან და ნინო ბურჯანძესთან ერთად, რომლებსაც დღეს რადიკალურ ოპოზიციონერებსაც კი უწოდებენ და საერთოდ მინდა გთხოვოთ, როგორ შეაფასებთ დღევანდელ გაერთიანებას, ოპოზიციურ გაერთიანებას გულისხმობ მათ ლიდერებს, როგორია თქვენი შეფასება ამ ადამიანებზე? რამდენად სწორად და ტაქტიკურად? შეეხება ზურას, ხშირად მეკითხებიან ბოლო დროს ამ შეკითხვას ხშირად მისვამენ. კი ბატონო, იმიტომ რომ ზურა ყოველთვის იდგა იქ, სადაც იდგა ქართული საზოგადოება და რასაც ითხოვდა ხალხი, ყოველთვის ცდილობდა თავის შესაძლებლობლების ფარგლებში ეს განეხორციელებინა და თავისთვის საკმაოდ საზიანო ნაბიჯების გადაუდგა და არასასიამოვნო ნაბიჯებიც. თავისთავად ბუნებრივია დღესაც იდგებოდა ხალხის კვეთით და საერთოდ ზოგადად ცოცხალი ყოფილა, მე დარწმუნებული ვარ, საერთოდ მსგავსი მოვლენები საქართველოში არ განვითარდებოდა და ეს უბედურება რაც დადრიალდა საქართველოში ბოლო წლებში და განსაკუთრებით შარშანდელ აგვისტოში ეგეთ მოვლენები საქართველოში არ მოხდებოდა. რაც შეეხება ჩვენს ლიდერებს, მე დავდივარ ყოველდღიურად თითქმის ამ აქციებზე და შესაბამისად ხალხს ვუჭერ და იმედი მაქვს, რომ ისინი გაათმევენ დაკისრებულ პასუხისგებლობას, რომელიც კონკრეტულად მინდა გკითხოთ ნინო ბურჯანძეზე და ზურაბ ნოღაიდელზე ეს ადამიანები სწორედ ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრები იყვნენ რა, როგორ შეაფასებთ მათ ასეთ რადიკალურობას, როგორც ამას უწოდებენ ხელისუფლების წარმომადგენლები გნებავთ? როგორ შევაფასებ მე ამ ადამიანების ქმედებებს შედეგებით. როდესაც მივიღებთ კონკრეტულ შედეგებს, მაშინ შეიძლება შევაფასოთ ნებისმიერი ადამიანის. ეხლა მათ წარსულის შეფასება საკამდე არაერთგზის შეფასებია, დღეს არ არის ამის დრო. კი ბატონო. დღეს ეს ადამიანები ჩართული არიან ამ ბრძოლაში, რომელშიც ყველანი ერთად დავარდა და ეს ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ. მე უკვე საზოგადოება შეაფასებს ყველას თავის დამსახურების მიხედვით. ბატონ გოგლა, მე მინდა გკითხოთ იმ ადამიანებზე, იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც დღეს კვლავ ხელისუფლებაში არიან, თუმცა ისინი ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრები იყვნენ. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, მათ თქვენი გულწრფელი პასუხი მინდა თუ შეიძლება მათ ჯერავთ, რომ ზურაბ ჟვანიას ოფიციალური გარდაცვალების მიზეზი თუ და პირად საუბრებში თუ საუბრობთ თქვენ ამის შესახებ? მე არ ვიცნობ ეგეთებს. როგორებს ბატონო? რომელსაც შეძლებთ ოფიციალური ვერსიას. მე ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან და მათზე გესაუბრებთ. მე ეგეთ ადამიანებს არ ვიცნობ. ისინი პირად საუბრებში აღიარებენ ბატონო გოგლა, რომ ზურაბ მათთვისაც სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს. კი ბატონო, ისინი ამის შესახებ ღიად არ საუბრობენ. ბატონო გოგლა, როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება ჩვენს ქვეყანაში მოვლენები მაშინ, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ უნდა მოხდეს რაღაცა სახალხო ამბოხი უნდა იყოს, დიალოგს აზრი არ აქვს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლოა მართლაც საბოლოოდ რაღაც სამოქალაქო დაპირისპირებამდეც კი მივიდეთ? სამოქალაქო დაპირისპირებამდე უკვე მისულები ვართ. ახლა მასშტაბებს გააჩნია, კიდევ გამიმეორებ ყოველდღე ატერორებენ ადამიანებს, ასახიჯდებენ და აპატიმრებენ და რა ვიცი, რამდენი ადამიანი ცემეს და 1000 უბედურება დამატეს და რომელ დაპირისპირება უკვე ამ ფაზაში შესულები ვართ. ეხლა მთავარია ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ და უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც სწრაფად გამოგვიყვანენ ამ შექმნილი მდგომარეობიდან. და ვითარება კიდევ უფრო არ გამწვავდება და საუბრით სააკაშვილთან. არაფერი არ გამოვა ამ ადამიანებს ესმით, მხოლოდ ის მეთოდები, რომლებითაც ისინი ჩვენ გვექცევიან. მაგრამ ჩვენი მეთოდები უნდა იყოს იმის ადეკვატური, როგორც ჩვენ გვექცევიან. როდესაც ახლა ჩვენ გვესვრიან დეზინსტრუებს, ხელკეთებს გვიყვანქვებს, გვესვრიან
გვაგინებენ, გვაფუთხებენ, დავდგეთ და ვესაუბროთ, მოდი შევდიგდეთ, იქნებ კარგები გახდეთ და მიიღოთ კარგი. ყოველ დღე აცხადებენ, რომ სააკაშვილი არის, ყოველ დღე მიტინგებზე ჩვენ ლიდერები ყოველ დღე აცხადებენ, რომ სააკაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, ის დანაშაულეს და რატომ უნდა მოველოდეთ, რომ უცებ ის გაკეთილშობილდება და მიიღებს ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს. აქამდე თუ არ იღებ და ეხლა რატო გახდება? არ წავა ბატონო გოგო ხელისუფლება არანაირ დათმობაზე თქვენ ესე ფიქრობთ? არა, რა თქმა უნდა. და კიდევ მოვუდებთ პარალელურად ამ რიტორიკისა, რომ აი წავიდეთ დიალოგზე და ისინი ყოველდღიურად აგრძელებენ ძალადობას. კი ბატონო, ბატონო გოგო, მინდა გკითხოთ ხელისუფლების რღვევას, ხელისუფლების გუნდის რღვევას თუ ფიქრობთ, რომ არის შესაძლებელი. თუნდაც ის ადამიანები, რომლებიც ბატონი ზურაბის გვერდში იდგნენ. ფიქრობთ, რომ არის შესაძლებელი, რომ ეს ადამიანები ახლო მომავალში ოპოზიციაში ვიხილოთ? Ну так ახლა იგივე ნოღაიდელი ოპოზიციაში ბუჯანაძე, ოქროაშვილი, იგივე ბატონი კიცმადიშვილი. არა, ნუ ეს ყველა ადამიანები იყვნენ უახლოესი გარემოცვა სააკაშვილის და აღმოჩნდნენ ოპოზიციაში და ყველაზე რადიკალურები ისინი არიან დღესდღეობით სააკაშვილის მიმართ. ეს გამოდიწყული არაფერი არ არის, უბრალოდ ახლა კონკრეტულად არიან ადამიანები, რომლებზეც ფიქრობთ, რომ შეიძლება ვიხილოთ ოპოზიციაში. ეს იქნება სწორედ ჩემი ბოლოს. მე იმედი მაქვს, რომ ისინი ვეღარ მოასწრებენ ოპოზიციაში გადასვლას და სააკაშვილი უფრო მანამდე შეიცვლება. თქვენ გაქვთ იმედი, რომ ხელისუფლება შეიცვლება ბატონ გოგო? რა თქმა უნდა, მაშინ არ ვივლით იმ ღონისძიებებზე და თუმცა ბატონ გოგო, თქვენ სიტყვით არ გამოდიხართ ამ მიტინგებზე, თუ არ ვწდებით, თქვენ არ მიგიმართავთ საზოგადოებისათვის ტრიბუნიდან. მე არ ვარ პოლიტიკოსი და არ ვარ ლიდერი და რაც მაგ დიდი სუდვილი და მაგალითად პოლიტიკით დავკავდე და გამოდიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ესა მათ ცხოვრება და ცხოვრობენ პოლიტიკით და მე მაგითი არ ვცხოვრობ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონ გოგო გადაცემაში მონაწილეობისათვის. ზურაბ ჟვანიას ძმა გოგო ჟვანი იყო ჩვენი გადაცემის დასკვნითი ნაწილის სტუმარი, რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს ერთობლივი პროექტი. ხვალამდე გამშვიდობებად. ხვალ ზუსტად 8 საათზე ჩვენ ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში. ბედნიერად. ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.